მოკლედ ვასო, ეს არის შენი აჭედი. რასაც შენ ჭედავდი. ანუ საერთო ჯამში რომ მაინც ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს. ქონდა ეს, ну ამაზე ცოტა უფრო პატარა, მივიღეთ აი ეს. ხო. კამერასთან აი მეგობრებო. იყო ესეთი, მაგაზე პატარა იყო. ხო, მაგაზე ცოტა მოკლე იყო. ხო, მაგაზე მოკლე იყო, პატარა იყო. მოკლედ მივიღეთ ეს. ეხლა რას ვაკეთებ? ჩვენ უკვე ეს გამოვჭედეთ. ასე თუ ისე ფორმა მივეცით, წვერის მხარე დაუთხელეთ. ეხლა რას ვაკეთებთ ვასო? ეს ჩვენ დავტოვეთ მაშინ ამ გვიანი იყო, ამთავრებდით და ისე დავტოვეთ, ხო? ეხლა რო გავხედავთ, არათანაბარი არის. მოდი ეხლა არათანაბარი როგორ? ჭედვის დროს დაიღუნა, ხო? ну, დეფორმაცია აქვს ცოტა მიცემული. ეხლა ეს ჩვენ შეძლების დაგვარად, ხო, ჭედითვე უნდა გავასწოროთ. შემდგომი უკვე რაც გვექნება ამისი, უკვე მაგას გადავიღებთ, როგორი სტილისად შენ გინდა მოვხაზავთ და მივცემთ ფორმას. გადავინაცვლებთ მერე უკვე გრინდერისკენ. კი ბატონო. და დღეს დავაფინიშებთ ამისი წრთობით. ანუ მე არ ვერევი წრთობაში. თეორიაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენ როგორც არის. აგერ აქა გვაქვს სკალა, მე ერთადერთი რაც არის გრადუს გეტყვი ეს ფოლადი რამდენ გრადუსზე მიახლოებით უნდა ვაწრთოთ, მაგრამ სანამ ვაწრთობთ, აი საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის კიდე, ანუ წრთობა ეს არ არის მარტო გაცხელება და ეგრევე გაციება. მას თერმოციკლი აქვს. ნახშირის ამ ღუმელის კვალობაზე როგორც შევძლებთ მიახლოებით გრადუსის დასვას გავუკეთებთ თერმოციკლს და მერე ვაწრთობთ. შესაბამისად მერე მოუშვებთ და დღეს მაგი დავასრულებ და შემდგომი იმაზე გვექნება უკვე ფორმირება პირის გამო. მოუშვებთ რა არის? ანუ რას უშვებთ? ნახე, მოდით გაურკვეველია მოშვება რა. მოშვება რას ნიშნავს? ანუ, როდესაც ფოლადი ცხელია, ანუ ვაწრთეთ უკვე, ესე იგი მივიყვანეთ გარკვეულ ტემპერატურაზე 850 გრადუსი პირობითად ავიღეთ და გავაციეთ. ეს არის მყიფე. ანუ ფოლადი ამ შემთხვევაში უკვე არის მყიფე და მასში არის დაძაბულობა. ანუ აი როგორ გადმოვცეს, როგორ რა თქვა, როგორც შუშა ისეთი არის. კი, ძალიან მაღალი სიმკვრივე აქვს, ну თავისი მაქსიმუმი რაც არის ფოლადის, მაღალი სიმკვრივე აქვს, მაგრამ შუშასავით არის. შუშა ჭრის, მაგრამ რამე რო გავჭრათ, პირი ემტრევა და ხო, აი ეგ რო მოვხსნათ ჩვენ დაძაბულობა რო მოვხსნათ, მაგას ქვია მოშვება. მოშვება პროცედურულად როგორი არის? ყველა ფოლას რა თქმა უნდა თავისი ტემპერატურული მაჩვენებელი აქვს, მაგრამ კონკრეტულად აი ზოგადად მიღებული არის 180-200 გრადუსი 2 საათის განმავლობაში. ეს როდესაც მუშაობთ ამ გრადუსებს ვაკონტროლებთ მუხელის ღუმელში. მაგრამ თვალით ცხელდება იმ დონეზე, რომ ფოლადმა უკვე ამას რო გავასუფთავებთ წრთობის მერე და პრიალას ზედაპირს მივიღებთ, ну პირობითად პრიალას მივიღებთ, მოშვება ნიშნავს რომ უკვე უნდა მიიღოს ჩალისფერი. ჩალისფერი იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა 200 გრადუსზე, ანუ 190-200 გრადუსზე თამაშობს და ის დაძაბულობა რას იმ სიმყიფეს იწვევდა მოიხსნა. ანუ გავიგეთ ხო მეგობრებო, რა ყოფილა მოშვება, ეს არ არის მისაფრია. ონკანის მოშვება ან რაღაც იმის რაფია. ხო, არ დაძაბულობის მოხსნა არის. მოდი, ფოლა ნაწრო ფოლაში დაძაბულობის მოხსნა. მოშვებას სასურველი არის წრთობიდან მაქსიმუმ 1 საათში გაკეთდეს ეს პროცედურა, იმიტომ რომ მერე ჭირს. მერე სხვა პროცედურები მიდის თერმოდამუშავების, რომ აი ეს დაძაბულობა მოიხსნას. ამიტომ სასურველი არის, რომ ვაწრთობთ, გაცივდა და მაქსიმუმ 1 საათში მოხდეს მისი დაძაბულობის მოხსნა. შევაგდო? შევუშვათ ახლა. ცხვირით გავუშვით. კუდით გავუშვ, კუდი გვაქვს ისწორებელი. ოკეი. უკუნიდან ვიწყდი გასწორებას, ხო? ხო. ახლა მოჩვენე წამი, ახლა ჯერ აი ესე შეხედე. სარგაზლოს გაღუნვას, რომელი მხარე საითკენ მიდის, საპირისპირო დადე და ამ პატარა ჩაქუჩით სუბუქი დარტყმებით გაასწორო. ის გავისწორო. შე იქით არის ხა გადაღუნული. ხო და საპირისპირო მხარეს დადე რომ აი გასწორდეს. და ჩვენ მარტო ვასწორეთ ამას. ხო, მარტო ვასწორებ. ცოტა აქეთკენ გამოწია, აქ დახრა აქვს ამას. ოკეი. ისევ გადაგიღუნავს და აი აქედან მხარეს იმუშავე, ვეხოთ მხარე უფრო სწორი. თან გახედე ხოლმე, რომ მეორე მხარეს არ წაიღოს. უკანიკით. მაინც ახლა მარცხნივია. ჩვენე. ახე?
შეუშვათ, ხო? აღარ გინდა გასწორდა. შო? всё. ახლა უკანა მხარე ვნახოთ. ეგ არის, არაფერი აღარ უნდა ჩანს. გინდერზე გავასწორო. სისქეც ნორმალურია მე მგონი რა, მაინც არა, კაია. ზოგან შეიძლება ცოტა თხელი იყოს იქ, მაგრამ ეს მხარე მაინც კუთხში უნდა გავუშვათ, ანუ ხეში უნდა ჩავიდე, შენ წინა მხარე გწდება იმისთვის და ეხლა გაცივდეს ეს. მე რეფორმა მივცეთ, მოვხაზოთ, ანუ როგორი გვინდა. ეს ღუმელთან დავდო თუ ეგრე უნდა გაცივდეს გლდემზე? იმ რკინაზე დავდებ აი იქითკენ. არა, გლდემზე არა, გლდემზე საერთოდ ცხელის დატოვებას არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ზედაპირი უზიანდება რა. დიდი ხანი არ დასჭირდება მაქსიმუმ 10-15 წუთში. ოკეი, კაი, ესო გაცივდება მე რა შვებით. აი ესო გაცივდება, მოვხაზოთ, ფორმა მივცეთ როგორი ჩვენ გინდა, როგორი პირი გამოვიდეს და იმის მიხედვით უკვე დავიწყებთ ფორმირებას გრინდერზე. ანუ ჯერ კონტურების ფორმულებას დავიწყებთ, დაშვებას და არა. მაგის მერე უკვე ფორმირებას რომ მივცეთ, მერე ვაწვრთობთ. ოკეი. და მერე იმას ვიზრდ, რა უმოწეს. კარგად, შენ როგორ ხარ? მერე ვაწვრთობთ, მოუშვებთ და შემდეგ იმაზე უკვე დაიწყებ გრინდერზე პირის გამოყვანას. ოკეი, კაი ბატონო. აბატონო. ეხლა რას ვაკეთებ თვალს? ეს უკვე გამოჭედილი იყო, უკვე დღეს სამისი გასწორება გავაკეთეთ, ანუ გაგუნული რო იყო. ჭედვის დროს დეფორმაცია ქონა, გავასწორეთ. ეხლა უნდა მივცეთ ფორმა. ანუ ჯერ მე როგორც ვაკეთებ, მოდი მასე ეთქვი და მე ყველა თავისთვის გადაწყვიტავს მე როგორ გავაკეთებს რა. ანუ როგორც ეს გამოვჭედე მე და ფორმა მივეცი, ანალოგიურად უნდა გავაკეთოთ ამასაც. ეხლა ეს არის ეს დიზაინი მქონდა ჩაფიქრებული, ახლა მას მე დამუშავების სულას მე ამ ჩემსას შევუცვლი, როგორც გამოვა მე ვნახავთ ამას. ეხლა მოდი ავიღოთ შენ. ხო. ეცამით საზომს მოვიდან ეხლა ეს რო სიგრძე ავიღოთ, გავზომოთ, ხო? კი ბატონო. ასეთი ფორმა იყოს ვითომ? ასე მგონია რომ ცოტა ცუდი ფორმა არ არის. მოდი პირველი, როგორი ტიპის დანა გვინდა, ხო? ანუ ეს ფორმა მომწონს, ცუდი ფორმა არ არის. ჩვენიერია, თუ ეს ფორმა გვინდა, მოდი ახლა ავიღოთ ამისი პირი, ხო? ამისი პირის სიგრძე არის ნახეთ 13 ნახევარია რა. ხო. რო ავიღოთ 13 ნახევარი. ნუ 13 ავიღოთ, ნახევარი სანტიმეტრი აქედან კი ბატონო. კვადრატჟუსტვის გადაიდებ. ეხლა მოდი შენი გავზომოთ. შენი ჯამში არის 21 სანტიმეტრი. ზოგადად რო ავიღოთ, როცა ვაკეთებთ ჩასმით იმას, ანუ ჩასმითში რას გულისხმობ მე? ანუ აი ამ შემთხვევაში ეს არის, ოდესაც ტარში შევიდა, ხო? ეს არის ჩასმითი გაკეთებული ტარის მიმაგრება. არის სრული ფოლადით, ანუ full tanki რასაც ქვია, თლიანი მასა არის და გვერდებზე ნაკლაკება არის. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ ვაკეთებთ აი ჩასმითი, ანუ ხო, ჩასმით მეთოდით ვაკეთებთ ახლა ამ იმას, რა ქვია? დანას 20 სანტიმეტრია ზოგადად სტანდარტულად დაშვებული და რაც პრაქტიკაშიც გამართლებულია, რა თქმა უნდა, კარგი არის რომ ეს კუდმა, აი ამ კუდმა გაიაროს მთელ სიგრძეზე, მაგრამ რეალურად რო ავიღოთ პირის მესამედი ყოფნის, რო იქიდან ის არ ამოვარდება, იქნება მყარა და ჩვეულებრივ იმუშავებს. ერთი პლუსი ის არის, რომ არის მსუბუქი, ნუ თლიანი მასა რკინა არ მოყვება და მეორე ისაა ის, რომ ფოლადის ეკონომიას აკეთებ. მაგრამ ეს არ ანუ იდეაში აქ 2 ცალი არ გამოვა, მაინც არ გამოვა. არა, არ გამოვა, 2 ცალი არ გამოვა ამისგან, ეს უნდა გავაკეთო. ეხლა მოდი გავსაზღვროთ, რამდენი გვინდა ის, რა ქვია. პირის სიგრძე რამდენი ავიღოთ შენ? რა ვიცი. ძალიან დიდიც არ მინდა. 13 სანტიმეტრი. მოდი რა. რაც არის სტანდარტი? ხო, 13 სანტიმეტრი. ანუ ეხლა მოდი, კაი, ეხლა გადმოვიტანოთ აი აქეთკენ. და მე როგორც ვაკეთებ ხოლმე, ისე ხო. დავდეთ და შემოვხაზეთ. ანუ ავიღეთ ამისი კონტური. რაც გვაქვს. ეს 13 სანტიმეტრი გვინდა, ახლა ამას ახაზავით ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ არ უშავს. ეს ჩვენი 13 სანტიმეტრი. აქედან პატარა სატყუებელი არ გამოვა, ხო? არა. არა. ყველა ვამტყელი და ვასწორე მაგდელი. პატარა სატყუებელი მაგისგან არ გამოვა. ეს აქედან გვქნება დაშვება. გამოსული. ანუ ეს თუ მოგწონს, მაგალითად პრინტერზე შეგიძლია ამობეჭდო შენი სასურველი. კი, პრინტერზე ამობეჭდო და დააკრავ პირდაპირ რა. ხო, ნუ მე პრინტერით აღარ ვიყენებ, მე ხელით საზღვა ხოლმე. აქეთ ამ ხარესკენ უკვე წამოგვივა კუდი. რომელიც შევა ხეში. ნუ ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ჩვენი ახლა ამ ეტაპისთვის აქედან აი აქედან აი ამას დაკვრას არ უნდა
დავაკრავთ ამას, მაგრამ სანამ ამას დავაკრავთ, ნახე, აქ არის დარჩენილი არის დამწვარი ფენები. ანუ რუსულად აკალენა ქვია, ქართულად აი ნამწვი ალბათ. აი ხო პირდაპირ თარგმანი არ ვიცი როგორ არის. ეს ამას ყველაფერს გავასწორდა, ადრე როგორ ხდებოდა, ანუ ხელით ქვაზე გაპრიალება და ეს გრინდერი გვაქვს ახლა უკვე ამაზე და გრინდერით ამას გავაპრიალებთ რა. ანუ მოხსნით ზედმეტები რას არის, მე ამას გადმოვიტანთ აქ, ან წარცით ან მარკერით და უკვე დავიწყებთ გრინდერზე აი ამ კონტურის მისცემას დავიწყებთ აი ამას. კი ბატონო. შემდგომი უკვე ის იქნება რა ქვია, კონტურებს რომ მივცემთ და იქნება წრთობა უკვე. ეხლა მოდი ვასურა ეხლა შევიდეთ შიგნით, ეს არ გამოუჭას ჯერ დავიწყოთ ამისი გასუფთავება. ოკეი. მაგრამ შენ გასუფთავებ. კი ბატონო. წავედი შიგნით. სულ უნდა გავაპრიალო ეს ისინი საერთოდ არ უნდა კონდეს? აი ნახე როგორ არა ამერ ბოლომდე ეს არ არის პოდკასტში პოეზახიან ეგ არ არის გრინდერია რა მაინც მაგრამ ხელს რო გადავატარ ამერს ვერ ამოვიღებ ახლა ეს მე დამუშავებით და სტილის გამოყვანის და ამოვაპრიალო ანუ აქ საკმარისია ახლა გადავატრიალოთ მეორე მხარე გავაკეთებ არა მაგდენი არ გინდა აქ მაგდენი არ გინდა აუცილებელია მეგობრებო ახლა საფალე კონდეს და ზოგადად ძლიერი სახე რო დაიფაროს უკეთესი იქნება რა ხო აი შემდეგ იმაზე წამოვიღებ ანუ ფარიფია მაგას რა თავზე გაფარია როგორც კასკა და წინ დიდი სიცაა ჩამოსული და ნაკლებ წვერს აკლაპავ და პლუსი არ ხდება არაფერი რა გაჩვენო რომ გინდა რომ სამი არია ხო ისი სამი მეგონი ნორმალურია. ეხლავე მოვალ ერთი წამით ვასო. არა ტირდება მე. აბა შევ ნორმალურია. შევ. ეხლა მოდი გრინდერს გავთიშავ. იქამდე შენ ისაც მოუხატე. აი ნახე წიფე კნოპკა დააწვი. всё. ეგ გამოუჭრათ. დავადოძეს და შემოხვალ. ოკეი. აი ესეთი რაღაცა მივიღეთ მეგობრებო. ეგ გაპრიალებული, მაგრამ ეხლა ფორმა უნდა მივცეთ. ეხლა მოდი ის რაც დავხატეთ. ოკეი. ეგ ის ვქნათ რა ქვია. დავაკრათ. ჯერ გამოუჭრათ. ჯერ გამოუჭრათ. ნუ გამოჭრა. რავი ხა.
ნუ ეს რა უნდა მაგის გამო. სკოლაში, არა, ბავშვობაში გენი. ხო. ფანტაზია და მარჯვეხელები გახსოვს ჩვენ ბავშვობაში იყო. მე წიგნი მქონდა ეგ. ეგეთი გადაცემა იყო. შედი შიგნით? წიგნი მქონდა მე. ეხლაც ამაქვს მე მგონი ეგ წიგნი თუ არ ვცდები. ქაღალდების განათას რაღაცას აკეთებდი. ნელი ოქროპირიძე იყო ხალბატონი თუ გახსოვს? მართალი ხარ, ნელი ოქროპირიძე იყო. დიახ. მაგისი გადაცემაც იყო ეგ. კი, როგორ არა? კი, გადაცემაც იყო ეგ. ნუ ვისაც პრინტერი აქვს, სახში შეგიძლია პირდაპირ ამობერძო და კიდე როგორი ძიგნა პირდაპირ დააწებო ის რომ, მაგრამ ამასაც მაინც მუღამი აქვს, რა შენ რო გამოიყვანე, რომ არ გავს ის ფორმებს, სხვა მუღამი აქვს მაინც. შენ რო დახატო, მაინც სხვა არის. აჰა. ესე ჩვენი პირი. ცხელია. ცოტა ცხელი ჩავდო გინდა მოიცა? არა, როჩო ვეღარ დავაწებებ მე. იდეალური. ეხლა წებო მგონი აიგვიდებს სადღაცა. ჩვენიალური. ეგ არა. ის უნდა იყოს. როგორი გინდა, იცი, ეს აქ რომ მარკები რო იყო, გახსოვს ადრე ჩვენ ბავშვობაში, იდეაში ეს ხალხი იქნება რა? რა? ენას რო გავსრო და იდეაში ჩვენივრად მუშაობს საკანცელერიო ის წებო. ამაზე წაუსვათ. ხოლა წაუსვენ მთლიანად. მეთქი იდეალურად მუშაობს, რაში შენ გჭირდება მაგას აკეთებს. ეხლა ნახე. დავაწებეთ, კონტური გვაქვს, ეს იდეა შეგვეძლო დაგვედო და შემოგვეხაზა კიდეს, მაგრამ რატო გავიმარტივოთ. ცხოვრება ისეას რთულია ეს ცხოვრება. ეხლა მოდი. შემდეგი ეტაპი. მარგალკით უნდა მოუჭათ ახლა ესენი. ხო. ეს მოვაჭრათ. მარგალკას რა არის ქართული როგორ არის? კუთხსახეხი. კუთხსახეხი. ხო, კუთხსახეხი. კუთხსახეხი. მარწუხებში ჩავაყოლებთ და ამას მოვჭრით. ახლა ზედმეტი რაც არის? არ გვინდა. დაიწოდე, ხო? გაქცევ. და სარვასაც აქვს. მოდი ხალათი ჩაიცვი, იმიტომ რომ შეიძლება ცეცხლი რო გიგიდოს. ეხა ეს ეგ ვთქვათ ლენტი საამისოა ზუსტად, ანუ ეხლა ნახე როგორი რაღაც. კი, ეს ყველაზე უხეში რაც არის, ეს გვიყენია და ამის კონტურს თავისუფლად გამოვიყვანთ. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა ჩავთავ მე აქ სადღაცა დამხმარე მყავდა, აი ეს ძალიან კარგი დამხმარია, სწორი ზედაპირი არის და ეს მაგით ვაწვევით, ხო? ხო, ანუ ესე რომ დაიჭერ, ანუ ეს აი ესე მიაგებ და ესე აი ამ თითქოს ვიხდი. პარალელშია რა. დაიცადე? ვიდე? კარგად კი არის ეს. არა, არ უნდა. მეტო? ქაღალდი მოძრე. აუცილებელია რომ ხალათი გეცვას რა. აუცილებელი. ნახე, ეს მხარე გაქვს აწეული, ეს დაადო. ოკეი. და ისე მიეწო. თანაბრად. ეს არის შენი მიმართულების სისტემა, იმით ატრიალებს უბრალოდ. ეხლა ესე შეხედე, აი ესე. ნახე, ეს მხარე ხო გასწორდა, აქ ხო გასასწორებელი. ეხლა აქედან მიიღე და გამოკევი რომ აი ეს მივიღოთ ერთნაირი. აქედან წავყვე იქით ბოლომდე, ხო? ეს კიდება ეხლა მაგისტრის ზუსტად. ეს გააჩერე, ეხლა გიძე. და ამას შუა ლენტასა და მაგის შუა ამოწევ. და უდამ მიაწევ.
ამას მიაწევთ და გაწევით ეხლა ნახე მე ამას როგორ ვამოწმებ ხოლმე რა ჩვენ იდეაში აი ეს გვჭირდება სწორი ანუ ეს შემოჭრილები ანუ არ აქვს გვჭირდება ხო ამიტომ ვაკეთებ ესეთ რაღაცას არა ეს არის სწორი და ამას ვდებ შუშუაში აი აქ ხო შუქი გადის ესე იგი რომელიღაცა დაიხელი შეხედე ესე იგი გასასწორებელია ეს ეხლა ნახე რაც აქეთკენ გააკეთე იგივე გააკეთე აქეთ ამ მხრიდან რო აი ამ ხაღალდის ზოლს გაყვეს და ეს პირი მივიღოთ აბა რა შეგვიძლია ახლა პატუცემულო? ეხლა სანამ ვაწვრთობთ, გავუკეთებთ მცირე თერმოციკლს. თერმოციკლი გულისხმობს რას? გახურებას ფოლადის დაახლოებით 800 გრადუსი, გაციება 600 გრადუსამდე. ეს არის ერთი ციკლი. ხო. ამ ფოლადზე ესია 800-600 არის. მასეთ ციკლს გავაკეთებთ მინიმუმ 3 ნუ 5 მაინც უნდა გაკეთდეს რა ყველაზე ცოტა შეუშვა მე რასაც ვაკეთებ ახლა ვიღაცისთვის შეიძლება 1 იყოს ვიღაცისთვის შეიძლება 10 იყოს ახლა მჭრელი პირით ქვევით ეს ამ ფოლადზე რასაც ხელი თვალი და ჩვენი წინაპრები როგორც აწრთობდნენ თორე შემდგომ ფოლადებზე რომ გადავალთ უკვე მუხელის ღუმელი გვაქვს და ზუსტად მიუთითებთ ტემპერატურას და გვექნება ის ფოლადი რომელიც ფოლადსაც ესე თვალით გავაფუჭებთ. ეხლა ის გაცხელდება, გამოვიღებთ და გაცივდება თავისით უნდა გაცივდეს. თავისით უნდა გაცივდეს HR-ზე, უნდა დავიდეს 600 გრადუსამდე დაახლოებით. ასე ვაკეთებთ ორჯერ? ნუ სასურველია 5ჯერ. 5ჯერ. და თვითონ როცა Z-ში იწვება ეს უკვე ბოლო ფინიში არის, უკვე ფინიშია. ის უკვე დაახლოებით 860 ეს უნდა ვაწვდით 850 გრადუსს. და მოდი ვნახო ვასო შენი ახლა თანაბრად უნდა გაცხელდეს თანაბრად უნდა გაცხელდეს თორე არც თერმოციკლი გამოვა თუ არ თანაბრად გაცხელდა და წრთობის დროსაც მე წარმოიდგინე ცხვირი გაცხელებული არის მეორე ნაწილი ცხელი არა ეს ანუ ცხვირზე გამოვა გადაწრთობა და ქვედა ნაწილზე უწრთობი დარჩება ჯამში რას გამოიწვევს ზღვარზე ბზარებს გატეხვას წინა მხარე არ ევარგება არც უკანა მხარე აღარ ევარგება ამიტომ უნდა თანაბრად უნდა გაცხელდეს ხო მაგიტომ მუხელი კარგია რომ მუხელში იცი რომ ტემპერატურას რომ მიუთითებ იმ მუხელში თანაბრად აცხელებს უკვე და მოკლედ თერმოციკლმა გაიარა ეხლა დაბალ ცეცხლზე უკვე მიყვავს წრთობისკენ ერთი და იგივე ფოლადი არის ახლა შიგნით ჩადებული ხო მაგრამ თერმოციკლი გაიარეს ორივე მიდენტურად, მაგრამ წრთობა გვექნება სხვადასხვანაირი. ერთს ვაწრთობთ პირდაპირ Z-ში, მეორეს ვაწრთობთ ცოტა სხვანაირი მეთოდით. ჯერ წყალი, მერე Z-ი. ანუ მაყურებელს რო უთხრათ, ეს მეგობრებო, ჩვენ 5ჯერ გავაცხელეთ და 5ჯერ ხო, 800 გრადუსზე გავაცხელეთ 5ჯერ, გავაციეთ 600 გრადუსამდე, 550 600 გრადუსამდე და ნუ 5 ციკლი გაიარა მასეთი. ეს ვასო შენია და ცოტა კი დაინახე ეს ჯეფერი არა გვაქვს ისეთი რომ შევადაროთ ამას შენსაც ცოტა კიდე უნდა ესე
სამოდის. ხამონი რო დაეთყოს ლამაზად. ანუ ხამონი რო ავხსნათ რა. ეს არის ნახევარი პირი. ეხლა ნახე რა მოხდა. ჭრელი პირი გავაცია აგრესიულ სფეროში, ეს არის წყალი ამ ეტაპზე, რომელიც არ გამითბია და უკვე ზედამხარე ყუის მხარე Z-ში. ოკეი. მათი საზღვარი ზუსტად, სადაც გაივლის, ანუ გაციების ეს საზღვარი სადაც გაივლის, აი მაგას ეძახია, მაგას ქვია ხამონი. ეს ზეთი რა ზეთი არის? ეს არის მანქანის, აი ხა ნახე პირდაპირ აქაც გამოჩნდება. ავტომობილის დამწვარი ზეთია? ხო, გამონაცვალე ზეთი არის. ნახე, აი პირდაპირ ხედავთ წყალში სადაც ჩავყავი, სხვა ფერზეა, ზეთი სხვა ფერზე არის. ეს მე გაბრიალების დროსაც უკვე ის იქნება, რა ქვია. სხვა იმას მოგცემს. ეხლა მაინც თავის დაზღვევისთვის ამას ჩავდებ აი ესეთ იმაში, რომ ფოლადს გაღუნვა უყვარს ხოლმე და თავისი და გაუში გაცივდეს. ეს გამოვიდა წყალი, ჯერ წყალში გაციება, მჭრელი პირის და მერე იმაში, რა ქვია, Z-ში. ეხლა მეორე პირს პირდაპირ Z-ში გავაციებთ. ანუ ჩემიდანა პირდაპირ Z-ში მიდის. თუ გინდა ისე გავაკეთოთ. რა როგორც გინდა, რა ვიცი. ხო, ანუ პრინციპი ორივესი ერთი და იგივეა. დაეთყობა მე ხამონი კარგად მაგას? შენსაც ხო, ხამონი ყველა ვარიანტში დაეთყობა. აი ეხლა ის რო გაცივდება და გავაპრიალებთ, სანამ მოუშვებთ, ის არის, რა ქვია, მოუწამლავ და გაჩვენებთ. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. მიჩვევა იცის. აი როგორ დამწვარი ნავთობი რაღაცნაირი სუნი აქვს რა. აი როგორი სუნი აქვს, იცი აი იმაზე რო არის. აშევადა რო აი. გადაუმუშავებელი ნავთობის სუნი აქვს. და დაველოდოთ ახლა ამის გაციებას. ვაწრთეთ, მოუშვით. ახლა ფოლადი დაისვენებს, დღეს უკვე მაგით ვასრულებთ და შემდეგ გაკვეთილზე უკვე მე დავასო გაჩვენებთ, ანუ გრინდერთან, მე კი ნამუშევარი, მაგრამ აი ვასოს პირველი ნაბიჯები როგორ იქნება გრინდერთან, უკვე პირის გამოყვანა. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად გამოვა. და შემდეგ დღეს დავასრულოთ მოკლედ ამით. ჩვენს დავიღალეთ ფოლადის დაიღალა ამდენი წვალებით და ჩვენც უნდა მოვეშვათ ცოტა ახლა, ხო? აბა მშვიდობიანი დღე. გაიხარე, შენ შემდეგ გაკვეთილამდე.